ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 25 დეკემბერს ღამით მოხდა. მეზობლების თქმით, ანალოგიური შემთხვევა დაახლოებით 1 წლის წინაც მოხდა. გარდაცვლილი ქალბატონი შეუძლოდ გახდა, თუმცა მაშინ შემთხვევა აირის გაჟონვას არავინ დაუკავშირა. გარდაცვლილების მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ გაზის გამათბობელი მილი კორპუსის ცენტრალურ გამწოლზე იყო მიერთებული, რაც სავარაუდოდ გასაწმენდი იყო და აირის დაგროვება ამან გამოიწვია. ეს მოხდა ესე იგი საღამოზე ჩვენთან წყალი მოდის გვიან. მე რო შევედი აბანოში 11-ზე წყალი აღარ იყო, ესე იგი მაგაზე ადრე. მიზეზი არის მაგათ ჩვენ რა იყო ისა კედელში აქასე. ძველებური ის იყო. კალონკა იქ იყო შეერთი, კიდევ მან თქონია შეერთებული. მან არ შეიძლებოდა შეერთება, იმიტომ იბიდნენ 40 წლის ბინაა შვილო ეს. გაიბიდნენ ესა და აღარ გავიდა. დილის 9 საათისთვის გაიგეს ხალხმა მეზობლებმა. იმიტომ რომ შვილმა გადმორეკა თბილისიდან რომ გაიგეთ დედაჩემს ურეკავთო და რატო არ პასუხობსო. ეს მომხდარა ალბათ საღამოზე და იმიტომ რომ ლოგინები არც ერთი ლოგინი აშლილი არ ყოფილა. წაიყვანეს პროჟექტურაში რომ მოაწესრიგონ და მოიყვანონ უკან. აირის გაჟონვის გამო მოიწამლა გარდაცვლილი ცოლ-ქმარის მეზობელი ოჯახი. 4 წევრი პირველადი დახმარების აღმოსაჩენად კლინიკა იმედში გამთენიისას გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მათ ინტენსიური თერაპია ჩაუტარდა და კლინიკიდან დღეს დილით გაწერეს. კლინიკაში შემოვიდნენ დაახლოებით 4 საათისთვის ოჯახის 4 წევრი, ერთ-ერთი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, 3 თვითდინებით შემოვიდა. ყველას ჩივილი იყო ზოგადი საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჩაუტარდათ გადაუდებელი დახმარება. პაციენტების მდგომარეობა დასტაბილურდა, ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დილის 8 საათისთვის გაეწერენ ბინაზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ცხედრებს ექსპერტიზა utardebათ. საქმის ძიება 114 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის პასუხი გახდება ცნობილი, შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს. შემთხვევის ადგილზე მდგომარეობის შესწავლა დაიწყეს კომპანია ინტერგაზის წარმომადგენლებმა.